მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შუშიაშვილი გახლავართ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ფრანგ ფსიქოანალიტიკოს რენე ჟერარის წიგნზე ძალადობა და წმინდაზე, რომელიც 1972 წელს გამოვიდა. წიგნში განხილულია ძალადობა, რელიგია და სიწმინდის საკითხი ადამიანების საზოგადოებაში. წიგნი საკმაოდ პროვოკაციული, ინტერდისციპლინარული კვლევაა, სადაც ავტორი ამტკიცებს, რომ ძალადობა წარმოადგენს აუცილებელ ნაწილს სოციალური ურთიერთობებისა და რელიგიურ რიტუალებში. ჟერარის მთავარ იდეას წარმოადგენს ის, რომ ძალადობა ადამიანთა საზოგადოებაში გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები იწყებენ ერთმანეთის სურვილების მიბაძვას, რაც იწვევს საბოლოოდ კონფლიქტებსა და ძალადობას. ამ კონცეფციიდან გამომდინარე, ჟერარი გვთავაზობს ახალ გააზრებას მსხვერპლშეწირის ბუნებისა და რელიგიური რიტუალების შესახებ, რომლის მეშვეობითაც ადამიანის ძალადობის კონტროლი და დათრგუნვა ხდება. სხვა წიგნში რომანტიზმის სიყალბე და რომანი სიმართლეში, რომელიც 1961 წელს გამოვიდა, ჟერარი ქმნის ეგრეთ წოდებულ მიმეტურ თეორიას. ის ამტკიცებს, რომ სულს არ გააჩნია ავტონომიურობა და ის ყოველთვის გარედან არის პროვოცირებული სხვადასხვა წარმოსახვებზე და მოდელებს და ამავე დროს სურვილი გვევლინება სურვილის მოწინააღმდეგეთ. ადამიანი თავის ბუნებით მიმბაძველები არიან. ჩვენ ვსწავლობთ რაღაცის სურვილს, როდესაც ვაკვირდებით სხვის სურვილებს. ეს მიბაძვა არ მიმეტიზმი იწვევს კონკურენციას, რადგან ადამიანები იწყებენ ერთი და იგივე სურვილს, რაც იწვევს კონფლიქტებს და ძალადობას. ბიოლოგიური საჭიროებისგან განსხვავებით, როგორიცაა შიმშილი ან წყურვილი, მიმეტური სურვილი არ არის დაქვემდებარებული შინაგან მოთხოვნილებას. არამედ ის არის სოციალურად განსაზღვრული მოვლენა. ადამიანებს არ უნდათ რამე შინაგანი ღირებულებების გამო, არამედ იმიტომ უნდათ, რომ სხვებსაც უნდათ იგივე. ეს საერთო სურვილები ყოველთვის ქმნის კონკურენციას, რომელიც ხშირად გადაეზრდება ხოლმე ძალადობაში. ჟერარი ამბობდა, რომ მიმეტური სურვილი არის ფუნდამენტური მხარე ადამიანების ურთიერთობებისა და კონფლიქტების მთავარი მიზეზი საზოგადოებაში. მაგალითად, ორ ადამიანს შეიძლება უნდოდოს ერთი და იგივე სოციალური როლი ან რომანტიკული ობიექტი. მათი სურვილები ხდება მათივე კონკურენციის მიზანი და ისინი იწყებენ ერთმანეთის განხილვას როგორც მოწინააღმდეგეს თავიანთ გზაზე. ეს სურვილი გადაეზრდება ძალადობაში. არც ერთი მხარე არ აღმოჩნდება მზად უარი თქვას თავის სურვილებს. მიმეტური მიზეზებით გამოწვეული კონფლიქტის მოგვარება საზოგადოებაში ხდება განტევების ვაცის მექანიზმით. ეს ნიშნავს, რომ კოლექტიურ ცოდვას აკიდებდნენ ერთ პიროვნებას ან ჯგუფს, რომელსაც სხვებად წირავდნენ ან აძევებდნენ. ეს იმიტომ ხდება, რომ სოციალური წესრიგი აღდგენილიყო. თავად განტევების ვაცი აქმულია როგორც კონფლიქტის წყარო, მაგრამ ხშირად ის საერთოდ არ არის დამნაშავე. განტევების ვაცის მექანიზმის ფენომენი არის უნივერსალური ფენომენი და როგორც ჟერარი თვლიდა, ის არის რელიგიური მსხვერპლშეწირვის არსი. ძველ საზოგადოებაში მსხვერპლშეწირვა იყო მექანიზმი საზოგადოების კონტროლისა და მართვის. ირჩევდნენ რა მსხვერპლს საზოგადოება შეეძლო განედევნა ძალადობა, რომელიც მის შეკრულებას უზრუნველყოფდა. მსხვერპლი ხშირად ხდებოდა ცხოველი ან მარგინალური ადამიანი, რომელსაც როგორც თვლიდნენ, იყო ცოდვილი ან უბედურების მომტანი. მისი სიკვდილი ან გაძევება მშვიდობას აბრუნებდა საზოგადოებაში. ჟერარი ამტკიცებდა, რომ განტევების ვაცის მექანიზმი იყო ირაციონალური. მსხვერპლი არ წარმოადგენს კონფლიქტის მთავარ მიზეზს, მაგრამ მისი სიკვდილი ქმნის გამოსავლის ილუზიას. ეს ხდება იმიტომ, რომ საზოგადოება ერთიანდება კოლექტიური ძალადობის ირგვლივ მსხვერპლის წინააღმდეგ. და ამით დროებით საზოგადოება წყვეტს ერთმანეთის კონკურენციას, რომელიც აქამდე ემუქრებოდა საზოგადოების დაშლას. მსხვერპლშეწირვით საზოგადოება იღებს კათარზისის შეგრძნებას და ამით დროებით წესრიგი და ჰარმონია ბრუნდება საზოგადოებაში. ჟერარი ამტკიცებდა, რომ რელიგიური მსხვერპლშეწირვის რიტუალები აუცილებელი გახდა საზოგადოების ძალადობის მართვისა და კონტროლისთვის. აქედან ჩნდება წმინდა რიტუალის იდეაც, რომელიც სულაც არ არის უნებელი, არამედ მას აქვს დამანგრეველი და შემოქმედი ძალა. დამანგრეველი მსხვერპლისთვის და შემოქმედი საზოგადოებისთვის. რიტუალურ მსხვერპლშეწირვით საზოგადოება ახერხებს ძალადობის კონტროლსა და მართვას. თანამედროვე საზოგადოებაში ჟერარი ხედავს, რომ განტევების ვაცის მექანიზმი მუშაობს როგორც პოლიტიკური ან იდეოლოგიური ძალადობა, როდესაც მთელი ჯგუფი ან ერები საზოგადოების პრობლემად ცხადდება. ჟერარი ამბობს, რომ თანამედროვე ძალადობის ფორმები, როგორიცაა გენოციდი, ტერორიზმი და ასე შემდეგ, არის სწორედ მიმეტური მექანიზმის შედეგი. რელიგიური რიტუალების შესუსტების მიუხედავად, თანამედროვე საზოგადოება მაინც ეძებს განტევების ვაცს სხვადასხვა პოლიტიკური, იდეოლოგიური ან მარგინალური ჯგუფების მიმართ. ეს როგორც წესი მართლდება როგორც საზოგადოების დაცვის ეგიდით, მაგრამ ჟერარი გვაფრთხილებს, რომ მას გამანადგურებელი ძალა აქვს და ის საკუთარ თავს კვლავ წარმოებს, ანუ ერთის განადგურებით ვერ ჩერდება. ჟერარი ამბობდა, რომ ერთ-ერთი გზა ამ წრიდან გამოსასვლელად არის ის, რომ გავიაზროთ განტევების ვაცის მექანიზმი და უარი ვთქვათ ძალადობაზე. ჟერარი აქცენტს აკეთებს ქრისტიანობაზე და ქრისტეზე, როგორც მოდელზე, რომელსაც გადალახა მიმეტური კონკურენცია.
ჟირარის მიხედვით ქრისტე იმ ხალხისთვის, ვინც ის ჯვარზე გააკრა, იყო განტევების ვაცი, მაგრამ ბიბლიამ ამხილა განტევების ვაცის მექანიზმი და ქრისტიანობამ შემოგთავაზა განტევების ვაცის ციკლის გადალახვა, შეწყნარების და მიტოვების მეშვეობით. მოკლედ საინტერესო თეორია. ყველას გირჩევთ, რომ გაეცნოთ ჟირარის წიგნებს. მადლობა ყურადღებისთვის.